გამარჯობა, ეს არის Lolex Solicitors და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სპონსორის ლიცენზიის შეჩერებაზე. ჩავარდებით პანიკაში და არ უგულებელყოთ ეს საკითხი. ეს ვიდეო გიჩვენებთ, როგორ უნდა გადადგათ დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რათა თქვენი ბიზნესი და დასპონსორებული თანამშრომლები რისკის ქვეშ არ ჩააგდოთ. პირველი ნაბიჯი. წაიკითხეთ შეჩერების წერილი ყურადღებით, home office უნდა მიუთითოთ ზუსტად, რატომ არის შეჩერებული თქვენი ლიცენზია. საშუალო მიზეზები არის არასაკმარისი ჩანაწერების შენახვა, მნიშვნელოვანი პერსონალის ნაკლებობა, ანგარიშგების ვალდებულებების შეუსრულებლობა ან კონტროლის ვიზიტისთვის არა შემზადებლობა. თქვენ უნდა უპასუხოთ დეტალურად და სწრაფად, ზოგადად 20 სამუშაო დღე გაქვთ პასუხის გასაცემად, ეს თქვენი ერთადერთი შანსია შეჩერების გამოწვევისათვის, სანამ იგი გაუქმდება. უპასუხებთ მხოლოდ ემოციურად, პასუხი უნდა დაფუძნდეს მტკიცებულებებზე. ჩანაწერების შენახვის საკითხში აჩვენეთ სისტემა, პერსონალის საკითხში დაადასტურეთ, ვინ არის სამსახურში და რა ტრენინგი გაქვთ. ეს უბრალოდ პასუხი არ არის, ეს არის კორპორატიული შესაბამისობის საქმე, რომელსაც აშენებს კომპანია. ლიცენზიის შეჩერების დროს ახალი სპონსორშიპ სერტიფიკატებს ვერ გასცემთ, მაგრამ ყველა სხვა ვალდებულება უნდა შეასრულოთ. ეს არის შიდა აუდიტის ჩატარება, აუთსორსინგ ოფისერების ხელახლა ტრენინგი, HR ფაილების მიმოხილვა, იურიდიული დახმარება დაუყოვნებლივ. აქტიური სტრატეგია ახლა შეიძლება განსაზღვროს, იქნება თუ არა ლიცენზიის აღდგენა ან სამუდამო გაუქმება. თუ თქვენი ლიცენზია შეჩერებულია და გჭირდება სასწრაფო რჩევა, მიმართეთ Lolex, ჩვენ დაგეხმარებით დამსაქმებლებს ლიცენზიის სწრაფად და სტრატეგიულად აღდგენაში. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი მეტი იურიდიული რჩევებისთვის ან დანიშნეთ კონსულტაცია ჩვენს გამოცდილ იურისტებთან.